ამ რამოდენიმე დღის წინ სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში ჩვენ ჩავატარეთ ეგრეთ წოდებული ვიქტორინა. ჩვენი მიზანია ბავშვები წიგნთან დავაკავშიროთ და ბევრი საინტერესო რამ გაიგონ. დღეს დავაჯილდოვეთ ეს ბავშვები მედლებით. ყველა მონაწილე წამოვიყვანეთ კინოთეატრში და აი ამ გასართობებზე იქით გვინდა რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მათი შრომის შედეგი, რომ ყველა შრომას თავისი კეთილი შედეგი მოყვება და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ წიგნთან სიახლოვე ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს შვილებს და მერთმა დალოცოს თითოეული ბავშვი. აი ხა ჩვენ შესამოსეს ხო ხედავთ ნაკერები რო აქვს. ის იყო ერთიანად მოხსოვილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოუხსოვა, როდესაც პატარა იყო იესო ქრისტე. და ესეთი გადმოცემა არის, რომ იესო ქრისტე რომ იზრდებოდა, ის კვართიც მასთან ერთად იზრდებოდა. და როდესაც ჯვარზე გააკრეს იესო ქრისტე, ის კვართი გახადეს და წილი ჰყარეს, ვის შეხვდებოდა. და ერთ-ერთ ჯარისკაც ხვდა წილად, რომლისგანაც უკვე აი ელიოს ქეთელმა და ლონგინოს კარსნელმა მოიპოვეს ეს კვართი და საქართველოში ჩამოაბრძანეს და წმინდა სიდონია იმ კვართთან ერთად არის დაკრძალული სვეტიცხოვლის ტაძარში შუაგულში. ეხლა ჩვენ რო შევალთ, თუ ღვთისმადლით ღია დაგვრჩა რა ტაძარი, შევალთ და ყველა ვემთხოვით იმ ადგილს და ეს ძალიან დიდი სიწმინდეა და საერთოდ ქართველი ადამიანი ითვლება ქრისტეს კვართის მცველად. ჩვენ უფალმა ეს სიმდიდრე მოგვანიჭეროს სწორედ საქართველოში, საქართველოს გულში, სვეტიცხოველში ყოფილიყო ეს კვართი დაკრძალული. უფალი შეეწიოს ამ ბავშვებს და ლევანდელი წელი, რადგან არის საიუბილეო წელი, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი, ვცდილობთ, რომ ყველა ეს ღონისძიება დაუკავშიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს პატარებსაც და ყველას, რომ ეს არის ჩვენი ქართველი ერის ქრისტესადმი ერთგულების 1700 წელი. ეს უნიშნელო რამ არ გახლავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ერმა ქრისტეს რჯულს უერთგულა 1700 წელი. და კიდევ უფრო მეტი ანდრია პირველწოდებულის შემოსვლას თუ გავითვალისწინებთ და ჩვენი გადარჩენის გზა სწორედ ეს იყო და დღის შემდეგაც სწორედ ეს იქნება ჩვენი გადარჩენის გზა და მერთმა ყველა მრავალს დაასწროს აი ასეთ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას. უფალი შეგვეცი.